ლონდონელი სტილისტი საიმონი. ჟურნალ 13-ის ახალი გამოშვება ნახეთ? ნახე, შეავსე ტესტი წარმატებული ქორწინების შესახებ. მე 96 ქულა მივიღე. ჰეი, ესე იგი ახალი ვარცხნილობაც ნახე, რა მაგარია არა? ვარცხნილობას კლეოპატრა ჰქვია და მისი ავტორი ლონდონელი სტილისტი საიმონია. მაგარია, მომწონს. ფანტასტიკურად გამოიყურება. ხოდა მალე მეც ეგეთი სანახავი ვიქნები ლონდონელ საიმონთან სალონში რომ შევიჭრით მას. ლონდონელ საიმონთან? ის კინომსახიობებსა და პოპ ვარსკვლავებს ვარცხნის. ვიცი. ამბერსეც ვარცხნის და ამიერიდად მეც. ჩაფედნიერი ხარ, ალბათ ძალიან ძვირი ღირს. დედაჩემი ამბობს სილამაზის ფას ვერ დაადებო. მოგიწევს ფასის დადება. აქ წერია საიმონთან თმის შეჭრა $200 ღირსო. ძალიან სიამოვნებს რომ ნაშრომებში თითქმის ყველა მაღალი ნიშანი მიიღო. საუკეთესო ვინ იყო? ახლა სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი პოლი. ტრადიციის ამებ საუკეთესო ნაშრომს დაფაზე გამოვაკრავ. ეს იმას ნიშნავს რომ წინა კვირის ჩემს საუკეთესო ნაშრომს ჩამოხსნით არა? დიახ, სწორედ გამოიცანი. რა ცუდია. მაგრამ არა უშავს დაწმუნებული ვარ ჩემი ნაშრომი ამ კვირაშიც იქნება საუკეთესო და ისევ დაფაზე დამაბრუნებენ. დიახ, ასე იქნება. დაიწყარა. ფრედი ყოჩაღ ძალიან კარგი ნაშრომი იყო, 5-იანი მიიღე. ვაშა, 5-იანი. ორიანი მინუსით? ჩემი ნაშრომი არ არის. ჩემი სახელი არ აწერია. იცი, პირველად მეც ესე მეგონა, მაგრამ მე კუთხეში ის ცნობილი ჩანახატი ნახე, რომელზეც სხვათა შორის დედა შენს ერთხელ უკვე ველაპარაკე. ნახატებისთვის არ ხრეტენ. ვერ ვიტან გაურკვევლობას. ბოლოს და ბოლოს რა მივიღე? 5-იანი თუ 5-იანი პლუსით? რა? 5-იანი მინუსით? თქვენ ხომ არ გაგიჟდით? ამ ფურცელს ჩიტის გალიაში დასაფენადაც კი არ დავდებ. ძალიან კარგი ნაწერი იყო, პოლი. მგონი არ დავკრუებულ ვარ. თქვენ 5-იანი ფრედი მიიღო. ხო, მისი ნაშრომი ოდნავ უკეთესი იყო. მის გრეივს. მე მგონი საუკეთესო ნაშრომის დაფაზე დაკიდება არ ძღირს, მაინც არავინ კითხულობს და. დარწმუნებული ხარ, რომ არავინ კითხულობს? დიახ. მაშ კარგი, დღის ბოლომდე შენი წინა ნაშრომის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან ასე ფიქრობ, შესაც ჩამოვხსნი და ფრედისაც დავკიდებ. დედიკო, უკვე ყველას უთხარი, რომ ლონდონელ საიმონთან მივდივართ მის შესაჭრელად. რატომ მაინც საიმონთან ჩვენ უბნელ ბერნის რას უძუნებ? იმას, რომ საიმონმა ბევრი ახალი ვარცხნილობა იცის. შენ გონია ბერნის მა არ იცის? გთხოვ რა, დედიკო, საიმონთან წამიყვანე, კემბრიჯის სტილისტების სამეფო აკადემიაში სწავლობდა. ბერნისი იონკერსის სილამაზის აკადემიაში სწავლობდა. თმას ყველას კი არ ჭირს და ვარცხნის. ზუსტად ასეთი ვარცხნილობა მინდა, როგორიც ამ სურათზეა. შენ არ მაგიხდება, ძალიან ფართო სახე გაქვს. თქვენმა ვერ გამიგეთ, მე სწორედ ჟურნალ 13-ის მიერ აღიარებული საუკეთესო ვარცხნილობა მინდა. ერთი წუთი საყვარელო. გმადლობ, გეთახვა, ძალიან კარგად გამოიყურები. მოტრიალდი. ასე გახსოვს რომ ხუჩაბადამდე დამჟდარმა უნდა დაეძინა. ხომ გინდა ქორწილისთვის კარგად გამოიყურებოდე? ხედავთ, სწორედ ასეთი შეჭრილი ბოლოები მინდა და? გმადლობ, გეთახვა, შემდეგ კვირას ისე მობრძანდით. მოტრიალდი. ლადა გაწყეს დაწოლის წინ თმა ტუალეტის ქაღალდით უნდა შეიხვია. არ გამოვიწყდება. აბა ძვირფასო, მითხარი რა გინდა? ჰაერი. მაინტერესებს რატომ მივიღე 5 მინუსით? დილამშვიდობის ეს თქმა და გავწყდა, პოლი. ლაპატიეთ მის გრეივს, უბრალოდ ბოლო ნაშრომში ამ ჩემი სავალალო ნიშნით ძალიან აღელვებული ვარ. პოლი, შენ 5-იანი მინუსით მიიღე. ხო, ახლა იქნებ საქვეყნოდაც გამოაცხადოთ და ჩემი სიტყვილა საბაჟო ბაღის ბავშვებსაც გავაგებინოთ. რა არის სამარცხნო მაგნიშანში? მინუსი, მის გრეივს მინუსი. როგორ შეიძლება მინუსი კარგი იყოს? მე რომ თქვა ჯიმი მინუს თავი კარგი იქნება?
თქვენ რომ -1 საბურავი გქონდეთ, მაგალით ივლიდით? თქვენ რომ მინუს თქვენი პერანგით იყოთ ახლა. 1 საათის შემდეგ ხოლებას რომ მორჩი, დედაჩემს დავპირდი რომ დაბადების დღის საჩუქარზე და ჯიბის ფულზე უარს ვეტყვი. ხო, კიდევ ვუთხოვი რომ თავისუფლად შემიძლია ამ მეჭეჭებით ცხოვრება და მათ მოშორებაში $100 გადახდა საჭირო არ არის. შენი ამბავი რო ვიცი ალბათ დაგთანხდა. კარგი, წადი ლონდონელი საიმონის სალონშიო მითხრა. კარგად გამოიყურები, ნაკლებად ხუჭუჭათმა გაქვს. ჯერ არ ყოფილვარ. მაშინ უთხარი ცოტა გაგისორონ. რა მოხდა? მე მეგონა თმის შეჭრას ლონდონის საიმონთან აპირებდი. ვაპირებ კიდეც. ფიქცინასთან უნდა ჩაეწერო, ისე კი არ არის როგორც ბერნისთან მიხვალ და დაგსვამენ. ხო, გამიგია საიმონთან მოხვედრა ადვილი არ არის. ადვილი კი არა. ჯერ მდივანს ველაპარაკე, რომელსაც ჯემა ერქვა. მე საიმონის ასისტენტს დამაკავშირეს, რომელსაც პეტულა ერქვა. იმან ვინმე ვიქტორიასთან დამაკავშირა, რომელმაც ბოლოს როგორც იქნა მიღებაზე ჩამწერა. ვაუ! და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან ბანონ. თმის შესაჭრელად ცალკე მომიხდა დარეკვა ვინმე ბეატრისთან, რომელმაც უკვე იმ სიაში ჩამწერა, რომელიც გაუგებარია, აუტანელია. მეორე პარაგრაფი, მესამე პარაგრაფი. 500 თუ ამაში წერენ, მაშინ გასაგებია მე რატომაც ვერ მივიღე, ეს ალბათ ალისას არყეში დანახული შემოbrunებული 5-იანია. ახლა კი დროა. წავედი ლონდონელი საიმონის სალონში, სადაც პრინც ედუარდს რომ ვარცხნიან, იმ სავარცხლით უნდა დამარცხნონ. თქვენთან საქმე მაქვს მის გრეივს? ოლი, შენი ნიშნის გადაკეთებას არ ვაპირებ. ჯერ მომისმინეთ მე. მე ფრედის ნაშრომს გადავხედე. გასაკვირია მისი ნაჯღაბნი და საერთოდ რაღაც რომ გავარჩიე. არა, უნდა გითხრა, დიდი არაფერია თქვენს ადგილზე 300-საც არ დავუწერდი. გასაგებია? რატომ ჩემი აზრი ძალიან კარგი ნაშრომი აქვს. გთხოვთ, არ გიდათ მის გრეივს, ჩემი ნაშრომი ორჯერ უფრო დიდია და დანარჩენები საინტერესო ამბავიწერია. ერთადერთი მიზეზი თუ რატომ იყო შენი ნაშრომი დიდი, ის არის რომ პეპილის ზრდა განვითარების პროცესი ასე გაქვს აღწერილი. ჭუპრივი მაგრებულია ისეთი ხის ტოტზე, როგორიც არის ლიტვის ტყეებში გავრცელებული ცისფერი ნაძვი. ლიტვა ასევე მსოფლიოში ცნობილია როგორც კლავესინის სამშობლო. ლიტვაში კლავესინს ბუჩნიკ ბუბოვის უწოდებენ. ან ხსენი ერთი ამ არაფერი, მაგრამ საბაგერეთ საინტერესოა, რამდენი ახალი რამ შეიტყვეთ, ხედავთ? ხო და ალბათ აუცილებლად გამომადგება იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სატელევიზიო შოუში მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჯერჯერობით მე მასწავლებელი ვარ, შენ კი მოსწავლე, რომლის შენია 5-. წუხარ, მაგრამ ამაში ვერაფრით დაგეთანხმებით. აქეთ მომგზავნით მის. რა მაგარია? ძალიან მაგარია. რითო გეხმარით მის? მე ნენსი მქვია, 4 საათისთვის ვარ ჩაწერილი. ჯემას ველაპარაკე თქვენს მდივანს. მდივანმა პეტულას დამაკავშირა. პეტულამ ვიქტორიასთან დამაკავშირა, რომელმაც საიმონთან ჩამწერა. მართლა საიმონთან ხართ ჩაწერილი? შესანიშნავია. საიმონო თქვა პრინც ედუარდი თმის გაღიარებას აპირებსო. ის გაიგერით ამბერსაც სატელევიზიო შოუს გიჩი. მადლობა საიმონს გადაუხადა. აქ ყველაფერი ბევრად უკეთესია, ვიდრე იონ კერსელი ბერნისის სალონში. საიმონი ახლა მოვა თქვენთან ჟურნალს ხომ არ დაათვალიერებდით? ჟურნალ საერთაშორისო ვარცხნილობების რამდენიმე ეგზემპლარი გვაქვს. მართლა? გიждები რას არაკეთებენ თმისგან პრაღაში. მისი თმა მშრალია, ტრევადი, უხეში, მხოლოდ მტრედის ბუდისტის თუ გამოდგება. ჰეი! ეს ხომ ლონდონელი საიმონია. მშვენიერი პატარა სახე გაქვთ ძვირფასო, მაგრამ თმა მაგარი მოსავლელია. მსხლის ფორმის თავი გაქვთ, ცხვირი გაბუშტული ტუჩები თითქმის არ გიჩანთ. შუბლზე კი საშინელი არეულობა გაქვთ. ხო არა? მე ზუსტად ასე ვფიქრობდი. სანამ ჩვენ სალონში თქვენს თმას მაგრაკელს შევახებთ, რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას დაგისვამთ, რომელზეც პასუხი უნდა გაგცეთ. მიდით დამისვით. აქტიურ ცხოვრებას ეწევით თუ არა? ხშირად გიწევთ ულტრაისფერი განათლების ქვეშ და დაბალ ბალისზე კიდევ თავი თუ არა თევს თუ მიირთმევთ? დიახ, ხანდახან. არ ვიცი.
უკაცრავად კრევეტები თევზია? სწორედაც რომა. შენი ერი. ეს სურათი ჟურნალიდან ამოვჭერეთ და მინდოდა რომ რა პრობლემაა? ინებეთ? გმადლობ. მაგრამ მე მხოლოდ ის მინდოდა მეჩვენებინა როგორ უნდა შემჭრათ თმა. აჰა, ჩემი კლეოპატრას სტილია მოგირჩევიათ, კარგი გემოვნება გაქვთ პატარა ქალბატონო. მაგარი ვინმეა? დიახ, სასიამოვნო ადამიანია. არ მჯერა რომ ჩემი და პრინც ედუარდის თმას ერთი და იგივე ხელი შეეხო. ალბათ თავისი მაკრატის მოსატანა წავიდა, არა? შესაძლოა. და სულ რამდენიმე წუთში მე ლონდონელი საიმონის ხელით შეჭრილი ვარცხნილობა მექნება. არა, საიმოს არ ეცლება. რაჯელი შევჭრით. რა? მე ყველას ვუთხარი საიმონის შემჭრის მეთქი. არა? მაგის გამო დაბადების დღის საჩუქარსა და ჯიბის ფულზე ვთქვი უარი. მოვითხოვთ მას საიმონმა შემჭრას. მე თქვენი შესანიშნავად მესმის. კიდევ კარგი. რომელ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული? არც ერთში. პატნის ალბომი გაქვთ შეწერილი? არა? რომელიმე სამეფო ოჯახს ეკუთვნით? არა. ნაიჯელ 4 საათი ჩაწერილი კლიენტი გელოდება. რატომ აქვს ნეტავ გამოდვებული სურვილი რომ თავზე სპახტერ რგოლი ჩამოგაცვა? იმიტომ რომ ნამდვილ პუდელს ვგავარ. ერთმა კლიენტმა რომ შემოვხედა ასე თქვა ძაღლის საჭმლის რეკლამა მაგონდებაო. ცოტა არ იყო ზედმეტი მოვიდეთ, მაგრამ თუ კი მოდაშია და გოგონებს ასეთი ვარცხნილობა აქვთ? არც ერთ გოგოს არ აქვს ასეთი ვარცხნილობა. ესე იგი ამიერიდან ექნება, როცა გაიგებს რომ ეს ლონდონელი საიმონის ნახელავია. არა, ეს დამლაგებელ ნაიჯელის ნახელავი არ მინდა ვინმე ასეთი ვარცხნილობით ამინახოს. დედიკო. სისრელეს ნუ ლაპარაკობ, ეს საიმონის სალონში გაკეთებული $200 ვარცხნილობა, ასე რომ ნება იბოძე და ქუჩაში გადი. ყველამ დაგინახოს, რაში გადავიხადა ფული? ხო, მაგრამ ბავშვები რომ დაცინას დამიწყებენ და ძაღლის საჭმელს შემომთავაზებენ, მე რა ვქნა? თავი ამაღად დაიჭირე მათ შენი შურთ. თუ და განწყდება რომ შენ მოდი შემომტანი ხარ და არა ვიღაც უნიათო. გახსოვს ის ბეწვის ქუდი რომ გიყიდე? ხო, ბეწვის ქუდი როგორ არ მახსოვს? შეხედე გიგანტური ხიდის თავი მოდის. მე მგონი ერთხელ რომ დაგცინებენ ბავშვობაში უკვე საკმარისია. მისტერ ბესერ, ჩემი ნახვა გინდოდათ? დიახ, მობრძანდით. ნამსხარი მიირთვით. გმადლობთ? რამე მოხდა? არაფერი. ურა გიბრიელი ამნიამნია, უბრალოდ მინდოდა მეთხოვა პოლის ნიშანი გადააკეთოთ. აი თორმე რა შესაქმე, ეს ამბავი როგორ გაიგეთ? მაგას მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ ხუთიანის გვერდით პატარა მინუსი წაშალეთ და ყოველ მაყოფილი დარჩება. ჩემს გარდა. მართლა ძალიან გებრიელენი და რა მომცხვარია. არ ვიცი, რაღაც ლიტვური რეცეპტით არის დამზადებული. გასაგებია. ესე იგი შევთანხმდით, ნიშანს ხომ შეცვლით. გადაწყვეტილება თქვენთვის მომენტვია. ეს პოლის და ფრედის ნაწერებია, სახელები არ აწერია, ასე რომ არ გეცოდინებათ რომელი მისი ნაწერია. შეგიძლიათ თავად წაიკითხო და შეაფასოთ, ოღონდ ამისთვის გონების დაძაბვა მოგიწევთ, აქ მარტო პირის გამო აღარ გიშველით. ორიდე უნდა წავიკითხო? დიახ, მოგიწევთ. მართალი ხარ, დედიკო. მადლობ გამომხნელებელი საუბრისათვის, თამამად შევა. სხვები რა იფიქრებენ, სულ არ მაინტერესებს. პუდელის პარიკი ჩვენს მაღაზიაში შეიძინეთ? ეს პარიკი არ არის. მართლა? აბა რა დაგემართა შესაწყალო? ლონდონელი საიმონის სალონში ვიყავი. აბა დატრიალდი? ახლოდან თუ დააკვირდები მოგეწონება კიდეც, ჩვეულებრივია. აი რას ნიშნავს, როცა $200 იხდი, ვარცხნილობაც განსაკუთრებული უნდა კონდეს. თქვენთვის დამილოცნია, მე კი მირჩევნია თავიდან მოვიშორო, პარიკი მჭირდება. რამე ამის მსგავსი გააქვთ? მსგავსი უნდა მქონდეს. სინთეტიკური ნაილონი არ გეგონოს. ცხენის ზუისგან არის დამზადებული, შეხედე? ფუღული სამრევია. მართალი ხარ, საშინელი სუნიაზის, მაგრამ წვიმაში თუ ხშირად ივლი, რამდენიმე თვეში გაივლის.
მაგრამ ჩემთვის თავზე მკვდარი კატა დაგედოთ. აი ეს არის. ეს ხომ კლეოპატრას მოდელია ნომერი 4793. ხოდა ზუსტად მჭირდება. ჩვენთანაც იყიდება. მეშველა. უნდა შემიკვეთო და ორ თვეში გეკდებათ. რა? უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად თუ რომელიმე ჩვენს პედაგოგს მოსწავლის ნამუშევრის შეფასებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მე მომმართავს და ამას მის ნაცვლად სიამოვნებით ვაკეთებ. მე თქვენთვის არ მომიმართავს, იმიტომ რომ ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო მის გრაევს, ორივე ნაშრომი წავიკითხე და რადგან ზედგვარები არ ეწერა, მე მიუკერძოებელი ვიყავი. დიახ, ბევრი ფიქრის შემდეგ მე ჩავთვალე, რომ ორივე ნაშრომი ხუთიანის ღირსი იყო, მაგრამ რადგან მის გრეივს მომთხოვა და მეკინა რომელი იყო უფრო უკეთესი, გადავწყვიტე, რომ ამ ნაშრომში დავწერო ხუთიანი და მეორეში 4-იანი. გავიმარჯვე, ხუთიანი ჩემია. მისტერ ბესერ, თქვენ ალბათ დამცინით. რა? ეს ხომ აშკარაა, ფრედის ნაშრომში ერთი სიტყვაც არ იყო კლავესინზე. ის გრეივს ალბათ გინდათ ეს ნაშრომი დაბადე დაკიდოთ, ყველამ რომ ნახოს, რას ნიშნავს საუკეთესო ნამუშევარი, არა? ნახვამდის ჩემო ნიშანი უკეთესია, ცოტა ხნით თუ ერთმანეთს დავემშვიდობებით. ახლა გამახსენდა, პოლი შენ არ ამბობდი დაფასე საუკეთესო ნაშრომის გამოკიდებას აზრი არ აქვსო. არა, მე სხვა რამეს გულისხმობდი, ეთყობა ლიტერატურას ფიქრობდი და ინგლისურად ლაპარაკობდი. ამ ორ ენას ძალიან განსხვავებული გრამატიკული სტრუქტურა აქვს, ანუ იმის საწინააღმდეგოს ვამბობდი, რასაც ფიქრობდი. გასაგებია? მე კი მეგონა რომ კარგი აზრი მომაწოდე. დაფასე მხოლოდ ერთ რამეს გამოვაკრავთ, ეს იქნება ჩვენი სადილის მენიუ. ნენსი, ეს შენ ხარ? დიახ. მოდის ვიხდი რომ დავაგვიანე. მამაჩემ ახლახან შეიძინა მოტოციკლეტი და სასეირნოდ წამიყვანა. იძულებული გავხდი თავზე თავსაფარი წამეკრა, იმიტომ რომ მოსახოვებში ქარით მას ისე ამიბურსქნი და საგიჟითიდან გამოგცეულს დავემსგავსებოდი. ისე მოტოციკლეტის უკანასკამზე ჯდომა საოცარი სიამოვნება, ამით უმეტეს თუ ძრავის სიმძლავრე 286 უდრის. არც ერთი ჩემი სიტყვის არ გჯერათ, ხო? არა. შეიკარით თუ საფრთხეების ხვედები. არც კი ვიცი რა გითხრა. რას ეუბნებიან ჩემნაირ პუდელს? დაჯექით თათი მომეცი ავერჩ ნუკაწრა? სულაც არა, რას ამბობ? უბრალოდ გამიგვირდა. ჩემთვისაც დიდი სურპრიზი იყო. ეს $200 სურპრიზია ლონდონელი საიმონისაკა. ლონდონელი საიმონი სალონში იყავი? დიახ. და როცა სარკეში პუდელივით გაკრაჭილ ჩემ თავს ხედა, ვცდილობ გავიხსენო, რომ მაკრატელი, რომელიც ჩემ თავს შეეხო, პრინც ედუარდის თმასაც ეხებოდა. თუ ამის მოსმენაშობას მოგრის, საგლად წავიკითხე, რომ არც პრინცი ედუარდი დარჩენილა მაინც და მაინც კმაყოფილი. მაგისი არ მჯერა ლონდონელი საიმონის სალონი სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე. მართლა? ერთხელაც არ დაფიქრებულ ხარ, რატომ არ არის ლონდონელი საიმონი ლონდონში? ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ ისაა, როგორ დავენახო ბავშვებს ამ პუდელის ვარცხნილობით, ყველა მე დამცინებს. არა, დარწმუნებული ვარ, ეგრე არ იქნება. ზუსტად ასე იქნება. ერთი წამი დასჭირდება, ვინის ამის სათქმელად სკოლაში ეშინაური ცხოველი ვინ მოიყვანაო. დარწმუნების გარს არავინ არაფერს იტყვის. წადი საჭირო ოთახში და თავი მოიწესრიგე. კლასში შევხვდებით ერთმანეთს. ნენსი ერთ წუთში შემოვა და გახსოვდეთ რაც გითხართ. არც ერთმა არ გაბედოთ მისი დაცინვა, იმიტომ რომ ერთ ჩვენი ერთხეს შეიძლება თქვენც მის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. რაღაც ეჭვმეპარება. გაფრთხილებთ იცოდეთ, არ გავიგონო ნენსის ვინმე დაცინოს, არ შეირწყვინოს თავი. გასაგებად ვამბობ? დიახ, გასაგებად. ჩემი ტანჯვა იწყება. გამარჯობა ნენსი. რა ბედნიერი ხარ, მარწერის წესტი გააცდინე. ნენსის გაუმარჯოს, კეთილი იყო შენი მომბრძანება. შენი ადგილი დაიკავე ნენსი. აბა? ის უნდა დაფასდა მაგალითის ამოხსნა? გამოვლენ ჯოი, პენი და პუდელი. რა?
მოდის მე ხომ წავა სახლში.